წყლის ნიშნებო. ნახოთ, ემოციური ქარიშხალი გელოდებათ თუ სიმშვიდე. რას გიმზადებთ ივნისის თვე? მოდი გავაკეთოთ გაშლა თითოეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის ცალკე. ახლა ვისაუბრებ წყლის ნიშნებზე. ეს არის კირჩხიბი, მორიელი და თევზები. ჯერ გავაკეთოთ კირჩხიბისთვის, ამოვიღოთ 3 ბარათი. პირველი ზოგადი ენერგია, მეორე იქნება პირადი ცხოვრება და მესამე იქნება კარიერა და ფინანსები. ნახოთ. დავიხმაროთ ასეთი ქვა, რომელიც არის ვეფხვის თვალი. ვეფხვის თვალი ეს არის იდეების რეალიზაცია, მიზნების მიღწევა. საკმაოდ დადებითი ენერგიები აქვს ვეფხვის თვალს და დაგვეხმარება. მოდი ვნახოთ კირჩხიბის პოზიციისთვის როგორი თვე იქნება. თასების ენერგია, თასების მეფე, ეს ბარათი მიუთითებს ემოციურ სიმწიფეზე, შინაგან სტაბილურობაზე, საკუთარი გრძნობების მართვაზე. ამ თვის განმავლობაში კირჩხიბი შეიძლება უფრო გახდეს მშვიდი, უფრო გააზრებული და უფრო მეტად დიპლომატი, ხო? უფრო მეტად გააკონტროლებს სიტუაციას. ასევე შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც მხარდაჭერას გაგიწევთ, რჩევას მოგცემთ, ასევე უსაფრთხოებას გაგრძნობინებთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებაში ეს ენერგია არის უფრო მეტად რთული, აჩვენებს რაღაცა შეზღუდვის განცდას, მაგრამ ეს უფრო არის ფსიქოლოგიური ვიდრე რეალური. თითქოს რაღაცნაირად მოგეჩვენებათ, რომ სადღაც ჩიხში ხართ შესული და ვერ ამბობთ იმ სათქმელს, რის თქმაც გსურთ. ან მაგალითად რაღაცა ნაბიჯის გადადგმა გინდათ, მაგრამ გიჭირთ და გიმძიმთ, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ. შეიძლება ურთიერთობაში ცოტა გაურკვევლობა გქონდეთ, ასევე შიში, რომ გულწრფელად განიხილოთ სხვადასხვა დეტალები და ამაზე ისაუბროთ. ასევე შეიძლება ეს თავშეკავება წარსული გამოცდილებიდანაც მოდიოდეს, ასევე განცდა, რომ არ გაქვთ არჩევანი, მაგრამ ნამდვილად თასების მეფის ფონზე მე ვიტყოდი, რომ ზოგადი ფონი ისეთი გაქვთ, რომ რეალურად თქვენ გაქვთ იმისი შესაძლებლობა, რომ ემოციურად უფრო მომწიფებული იყოთ და ის შეზღუდვები, რომლებიც ფიქრობთ, რომ გაქვთ ცხოვრებაში, რეალურად არ გაქვთ, საკუთარ თავს თქვენ უქმნით ამ შეზღუდვებს და შეგიძლიათ, რომ ეს მარტივად მოიშოროთ. რაც შეეხება პაჟების თასს, მე ვიტყოდი, რომ ფინანსებში და პირად კარიერულ წინსვლაში ვიტყოდი, რომ ახალი შემოთავაზება შეიძლება გქონდეთ, საინტერესო იდეები, რაღაც ახალი პროექტები შეიძლება წამოიწყოთ, ხო? ან სასიამოვნო ცნობები გქონდეთ. ასევე შეიძლება თქვენი პროფესიული კონტაქტებიც უფრო მეტად გაფართოვდეს და ეს უფრო ჩანასახის ბარათია, უფრო პერსპექტივის ბარათია, ამიტომ, როდესაც მომავალში რაღაცა შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ, აუცილებლად ხელიდან არ გაუშვათ და ჩაეჭიდეთ ამ შანსებს, რომელსაც სამყარო გამოგიგზავნით. მთლიანად რომ ვისაუბროთ კირჩხიბისთვის, ეს არის უფრო შინაგანი მზადყოფნა, რეალურად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე გგონიათ, რომ ხართ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ცოტა გაურკვევლობა გაქვთ, ცოტა რაღაცა შიშები გაქვთ, შეზღუდული ხედვა გაქვთ და რომელიც შეგიძლიათ, რომ აბსოლუტურად ჩამოიხსნათ, უბრალოდ ნაკლები იფიქროთ ცუდ სცენარებზე, ცუდი სცენარების წარმოსახვაზე და უფრო პოზიტიურ ტალღაზე გადაეწყოთ და რაც შეეხება კარიერას, ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობა გამოიკვეთება, სასიამოვნო შესაძლებლობა და აუცილებლად მიიღეთ და ხელიდან არ გაუშვათ. ვიტყვი ასე, რომ წყლის სტიქიისთვის ეს არის ცოტა ემოციური კომბინაცია, მაგრამ შინაგანი ეჭვები გაქვთ თითქოს, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ იმის, რომ განვითარდეს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ახლა გადავიდეთ მორიელის ნიშნებისთვის.
რას გვიმზადებს ივნისის თვე. ასევე ამოვიღოთ 3 ბარათი, ზოგადი, პირადი ურთიერთობები და კარიერა და ფინანსები. მორიელისთვის არის საკმაოდ დინამიური პერიოდი. მოვლენები შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს, გზები გაიხსნას, რაღაც ახალი ამბები, ახალი შეტყობინებები მოვიდეს. ისეთი რაღაცები, რაც ადრე გაჭიანურებული იყო და გაჩერებული იყო და დიდხანს ელოდებოდით, შეიძლება ახლა მოძრაობაში მოვიდეს და დაიწყოს. ასევე უნდა მოახერხოთ ის, რომ ის შესაძლებლობები, რაც გამოჩნდება, აუცილებლად ჩაჭიდოთ ხელი და მოქმედება განახორციელოთ, მიხვდით, ანუ ხელიდან არ გაუშვათ, მაქსიმალურად ეცადოთ, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. ზოგადი ფონი, ანუ ასეთი არის. რაც შეეხება პენტაკლების 9-ს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, გვეუბნება, რომ სიყვარულის და ურთიერთობის სფეროში აქ არის დამოკიდებულების აი როგორი ის არის იცით ფონი, რომ მე ვარ ასე ძალიან კარგად ვგრძნობ საკუთარ თავს, საკუთარ ენერგიას, საკუთარ ღირებულებებს, შესაძლებლობებს. ძალიან კომფორტულად ვარ იმ ჩემს სივრცეში, სადაც ვარ, როგორც ვარ და რანაირად ვარ და აი მინდა ესე ყოფნა. ეს ეხება მათ, ვინც უკვე ხართ ურთიერთობაში და ასევე ეხება მათ, ვინც არ ხართ ურთიერთობაში და ხართ მარტო. თუ ადამიანი როგორ არის იცით, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც მარტო არიან, თითქოს რაღაცნაირად ტკბობის ეტაპზე არიან. და თუ ურთიერთობაშია ადამიანი, აქ უკვე იწყება გამიჯვნა, ნახე, რომ მე პატივს ვცემ ჩემს საკუთარ პირად სივრცეს და რაღაცა დამოკიდებულებები აღარ მახასიათებს. ანუ მე ვიცი ჩემი თავის ფასი და ვარ კმაყოფილი და ვიცი რას ვიმსახურებ და იმაზე ნაკლებს უბრალოდ არ მივიღებ. აი რაღაცა ესეთი ბარათი ამოვიდა პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, ანუ რაღაცა ახალი, რომ გითხრათ, რომ ივნისის თვეში რაღაც ახალი ურთიერთობები დაიწყება, ასეთი რაღაც არ ჩანს. თითქოს უფრო კმაყოფილი ხართ იმით, როგორც ხართ. რაც შეეხება კარიერას და ფინანსებს, აქ უფრო ემოციური ინტელექტი ხდება თქვენი მთავარი რესურსი. წარმატება შეიძლება მოვიდეს მოლაპარაკებების, ანუ ადამიანებთან სწორი ურთიერთობის, დიპლომატიის და გამოცდილების წყალობით. ეხლა თქვენ წლის ნიშნებს როცა ვესაუბრებით და განსაკუთრებით მორიელს, უფრო მეტად ხისტი დამოკიდებულება, პირდაპირობა, სიმართლის თქმა და ასე შემდეგ და ახლა ამ თვეში რაღაც უფრო დიპლომატია გჭირდებათ, რომ ანუ მნიშვნელოვანი გავლენიანი პირი შეიძლება გამოჩნდეს როგორც ხელმძღვანელის სახით, ასევე მენტორის სახით, შეიძლება კლიენტი იყოს ვინმე ან პარტნიორი, რომელიც რაღაცა გონივრულ რჩევას მოგცემთ და აი რაღაც იცით ხელჩასაჭიდივით იქნება თითქოს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ანუ სტაბილური ფინანსური ზრდა რომ გამოიწვიოს თქვენს ცხოვრებაში და აუცილებლად უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება. იმიტომ რომ რაღაც ბრძნული გადაწყვეტილებები დაგჭირდებათ, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ ფინანსური და კარიერული წინსვლა მოახერხოთ ამ თვის პერსპექტივიდან გამომდინარე. ვიტყოდი, რომ ანუ სწრაფად შეიცვლება ამ თვეში რაღაცა მოვლენები, რაღაცები აჩქარდება, პირად ცხოვრება იქნება ეს თუ საკუთარი ღირებულებების და დამოკიდებულებების, ასევე კარიერა და წარმატება, ეს ყველაფერი რაღაც დაჩქარებულ რეჟიმში იქნება, საკმაოდ ძლიერი თავდაჯერებული იქნებით ამ თვეში და საკუთარი თავის ფასს კიდევ ერთხელ გაიგებთ საკუთარი თავის ფასს. მე ვიტყოდი, რომ იდეალური გაშლა არის თქვენთვის. ნახოთ ახლა რას გვეტყვის ტარო თევზის ნიშნებისთვის. ამოვიღოთ ასევე 3 ბარათი. ეს იქნება ზოგადი, ეს იქნება პირადი და ეს იქნება კარიერა და ფინანსები.
თევზებს ვეტყოდი, რომ ზოგადი ფონი თქვენი ისეთია, რომ მთელი ამ თვის განმავლობაში შეიძლება ფიქრები გქონდეთ, რაღაც ოცნებები, რაღაცა ვარიანტების შესაძლებლობები, ეს შეიძლება იყოს რაღაცა შემოქმედებითი რაღაც ინსპირაციული ენერგიები, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება იყოს ძალიან დიდი დაბნეულობა, შეიძლება გქონდეთ ძალიან ბევრი გეგმა, სურვილი, იდეა, მაგრამ შეიძლება ეს უფრო რაღაცა ბურუსით მოცული იყოს, მიხვდით? ანუ არჩევანის გაკეთება შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ. ასევე შეიძლება ეს იყოს თქვენი რაღაცა წარმოსახვის ნაყოფიც, ბევრი რაღაც და ამიტომ სანამ არჩევანს გააკეთებთ, სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ეს ფაქტები და ემოციებზე დაყრდნობით არ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები. რაც შეეხება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ამოგივიდათ ჯოხების 6. ეს არის საკმაოდ პოზიტიური ბარათი, სიყვარულთან დაკავშირებით, ასევე ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს რაღაცა ყურადღებას, წარმატებას, გამარჯვების განცდას უკავშირდება, ხო? თუ ხართ მარტო, შეიძლება რომელიმე ადამიანის ყურადღება მიიპყროთ. თუ ურთიერთობაში იმყოფებით, მაშინ პარტნიორისგან მიიღებთ დაფასებას, ურთიერთობას ექნება რაღაც წინსვლა, რაღაცა ან ერთად გექნებათ რაღაც წარმატება. ორივეს ერთად. ზოგადი ენერგია ურთიერთობაში ჩანს, რომ უფრო თავდაჯერებულად, უფრო მიმზიდველად იგრძნობთ თავს და თქვენს პირად ცხოვრებაზეც ნახე როგორ ამაყად-ზის და ბედნიერად და გამარჯვებულია და გამარჯვებული ადამიანის სიმბოლო. ნიშანი აქვს ჯოხზე, ხო? ანუ პირად ცხოვრებაშიც დადებითად აისახება ეს ყველაფერი, ეს თქვენი მიმზიდველობა, თქვენი თავდაჯერებულობა, ეს ენერგია ყველანაირად აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზე. რაც შეეხება კარიერას და ფინანსებს, ხმლების 5-იანი ამოგვივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ შესაძლოა რაღაც სამსახურში ან მოკლედ თქვენს კარიერაში რაღაც წარმოიშოს კონკურენცია, რაღაც დაძაბული კომუნიკაცია, უთანხმოება ან სიტუაცია. აი როგორი სიტუაცია იცით, თითქოს ყველა რო თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს. ეს ბარათი ასევე არის აი როგორი ბარათი იცით, გაფრთხილების ბარათივით, რომ ნახეთ შეიძლება მოიგოთ რაღაცაში გამარჯვებული ადამიანი, გამარჯვებული გამოხვიდეთ რაღაცა სიტუაციიდან, მაგრამ წააგოთ ურთიერთობები. ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტში, კონფლიქტურ სიტუაციაში და დაპირისპირებაში ჩართვას. ასევე ფინანსურადაც სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაწყვეტილებების მიღების დროს. აი მაგალითად ისეთ სიტუაციაში, სადაც არის ძალიან ბევრი დაპირება, არის რაღაცა ცოტა ბუნდოვანი, ნახეთ თვის ფონი არ დაგავიწყდეთ. ეს არის ბურუსი, გაურკვევლობა, არჩევანი, აი სწორს გავაკეთებ თუ არა სწორს, ანუ გამიმართლებს თუ არ გამიმართლებს. ამიტომ მაქსიმალურად იყავით თევზებო ყურადღებით. ანუ თქვენ გაქვთ რეალურად ამ თვეში ძალიან ბევრი შესაძლებლობა, არჩევანი, პირად ცხოვრებაში საკმაოდ წარმატებული და სასიამოვნო პერიოდი, მაგრამ ამავდროულად კარიერაში და ფინანსებში სიფრთხილე გმართებთ და შეიძლება ანუ იმ ადამიანებთან, აი თანამშრომლებთან ან თქვენი ბიზნესი თუ გაქვთ თქვენს პარტნიორებთან, გქონდეთ რაღაცა არასასიამოვნო უთანხმოება ან კონკურენცია და ამიტომ არ გაფანტოთ ენერგია, არ აი თავდაჯერებულად გადადგით ნაბიჯები, დარწმუნდით, როდესაც რაიმე გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება და არჩევანის გაკეთების დრო და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. დღეს სულ ეს იყო. მე მგონი ივნისის თვე იქნება ძალიან სასიამოვნო წყლის ნიშნებისთვის. მე დღეს ამით გემშვიდობებით. გამოიწერეთ ნიმატაროს არხი, არ დაგავიწყდეთ.